ძვირფასო სულებო მოგზაურობაში. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ამ კავშირისა და სინათლის პორტალში. ვგრძნობ თითოეული თქვენგანის არსებობას, ვინც აქ სინქრონულობის ქარება მოიყვანა. დღეს 1 ნოემბერს ჩვენ ვიმყოფებით განახლების ძლიერ პორტალში. ერთი დღით მოგვიანებით იმ დღის შემდეგ, როდესაც სამყაროებს შორის ფარდა უფრო თხელი იყო, რაც მოიტანა გამოცხადებებს და ღრმა შთაგონებებს. სანამ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის არხულ გზავნილებს მივიღებდეთ, ერთად შევქმნათ დაცვისა და გახსნილობის ენერგეტიკული ველი. დახუჭეთ თვალები თუ შესაძლებელია და ჩემთან ერთად სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ჩაისუნთქეთ და გამოუშვით. კვლავ ჩაისუნთქეთ და გაათავისუფლეთ ყველა დაძაბულობა. უკანასკნელად დაიგრძენით, როგორ ფართოვდება თქვენი ენერგეტიკული ველი. ახლა წარმოიდგინეთ ოქროსფერი შუქი, რომელიც ჩამოდის თქვენი თავის ზემოდან და ავსებს თქვენი სხეულის ყოველ უჯრედს. ეს შუქი ხსნის ბლოკებს, აღებს აღქმის არხებს და ამზადებს თქვენს არსებას, რომ მიიღოთ გზავნილები, რომლებიც სამყარომ სპეციალურად თქვენთვის მოამზადა დღეს. დაიდეთ ხელი გულზე და შინაგანად დაადასტურეთ. მე ვარ ღია, რომ მივიღო უმაღლესი სიბრძნე ჩემი მოგზაურობისთვის ამ მომენტში. არხული გზავნილები. ვერძი. ცეცხლის მეომარო. სამყარო გაწვდის ნათელ გზავნილს ამ ნოემბრის პორტალში. თესლები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დათესე, მზად არიან გაღვივებისთვის, მაგრამ ჯერ საჭიროა დასვენების ციკლის პატივისცემა. შენ დარბი ხარ, თითქოს რაღაცას გაურბოდე, მაშინ როცა სინამდვილეში საკუთარ თავს გაურბი ხარ. ამ დღის ენერგია გთხოვს, შეაჩერო და დააკვირდე თვითკრიტიკის მოდელებს, რომლებიც შენს ბუნებრივ სასიცოცხლო ძალას წურავს. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ძალა არ მოდის მუდმივი გარე ბრძოლიდან, არამედ შინაგანი სიჩუმიდან, რომელიც კვებავს შენს მეომრულ სულს. ახალი სიხშირე მოდის შენთვის, მაგრამ მისი დაჭერა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც შენი მენტალური ველი მშვიდობაში იქნება. გეძახიან, რომ იმპულსი ინტუიციად გარდაქმნა. მომდევნო დღეებში მოქმედებამდე საკუთარ თავს კითხე: ეს ქმედება ჩემი ეგოდან მოდის თუ ჩემი არსებიდან? განსხვავება გამოცხადება იქნება. ბავშვობის ტრაუმების განკურნების პორტალი განსაკუთრებით იხსნება ვერზებისთვის ამ მომენტში. საკუთარი მოწყვლადობის დაშვება იქნება თქვენი სიმამაცის უდიდესი გამოვლინება. თქვენი პრაქტიკული რჩევა. დღეში 15 წუთი დაუთმეთ კონტემპლაციურ სიჩუმეს, დააკვირდით შინაგან ცეცხლს განსჯის გარეშე. პასუხი, რომელსაც ასე ეძებთ, სწორედ იმ ადგილას იმყოფება, რომლის დანახვასაც თავს არიდებთ. ძალის დამტკიცება. მე მომთმენი ვარ ჩემი პროცესის მიმართ და მჯერა ჩემი მოგზაურობის ღვთაებრივი სინქრონიზაციის სრულყოფილება. კურო. ღრმა მიწის სულო. ფარდა იხსნება, რომ გამოავლინოს სიმართლე, რომელსაც კვირების განმავლობაში გრძნობ. სტრუქტურები, რომლებიც ასეთი გულმოდგინებით ააშენე, კოსმიურ გადაფასებას განიცდის. საქმე არ არის ნგრევაში, არამედ ტრანსპუტაციაში, იმის გარდაქმნაში, რაც მკვრივია უფრო მსუბუქრამედ, უფრო შესაბამისობაში იმასთან, ვინც ხდები. სიუხვის წინაპარი მცველები ჩურჩულებენ შენს სიზმრებში. გიჩვენებენ, რომ შენი ნამდვილი უსაფრთხოება არ მოდის იმისგან, რაც შენ გაგაჩნია, არამედ იმისგან, რისი ცირკულირება და გაზიარებაც შეგიძლია. არის სუბტილურად შენიღბული მიჯაჭვულობა, რომელიც ბლოკავს ახალი სიხშირეების შემოსვლას შენს მატერიალურ ცხოვრებაში. სამყარო გიჩვენებს, რომ ამ თვის 5-დან 12 რიცხვამდე გაჩნდება ფინანსური ან მატერიალური რეორგანიზაციის შესაძლებლობა, მაგრამ ის გამოწვევის სახით მოვა. შენი მზერა უნდა სცდებოდეს საწყის გარეგნობას, რომ აღიარო დაფარული კურთხევა. ბუნების ელემენტთან კავშირი, განსაკუთრებით ხეებთან ან კრისტალებთან, მოიტანს ამ ფაზისთვის საჭირო სიცხადეს. შენი პრაქტიკული რჩევა. გააკეთე 5 მატერიალური ნივთის ინვენტარიზაცია, რომლებთანაც ემოციურად ხარ მიჯაჭვული და ივარჯიშე ეტაპობრივ განჯაჭვაში, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანიდან დაწყებული. შექმნილი სივრცე მიიზიდავს იმას, რაც ნამდვილად რეზონირებს შენს ამჟამინდელ ევოლუციასთან. ძალის დამტკიცება. ვათავისუფლებ კონტროლს ფორმებზე და ვენდობი სიუხვის საღვთო ნაკადს, რომელიც ყოველთვის მამარაგებს. ტყუპები.
იდეების მაცნეო. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ბრწყინვალე გონება მზად არის გააკეთოს უპრეცედენტო კავშირები. ამ ნოემბრის დასაწყისის პორტალი აძლიერებს შენს კომუნიკაციის უნარს სუბტილურ სამეფოებთან და გზავნილებს მოგიტანს სიმბოლოების, დამთხვევებისა და ცოცხალის სიზმრების მეშვეობით. ყურადღება მიაქციე სინქრონულობებს, განსაკუთრებით განმეორებით რიცხვებს და სიტყვებს, რომლებიც სამჯერ ჩნდება შენს გზაზე. არსებობს შინაგანი დუალობა, რომელიც ინტეგრაციას ეძებს. შენი ნაწილი ეძებს თავგადასავალსა და გაფართოებას, ხოლო მეორე ნაწილი მისწრაფის გაღრმავებასა და ვალდებულებასა. ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ ცეკვა, რომელიც უნდა ჰარმონიზდეს. შენი მრავალმხრივობა შენი საჩუქარია, თუ ის მიზანზეა დაფუძნებული. კიდები გიჩვენებენ, რომ კრეატიული ან ინტელექტუალური პროექტი, რომელიც წარსულში მიატოვე, ითხოვს, რომ კვლავ მოინახულო იმ სიბრძნით, რომელიც დღეს გაქვს. არსებობს კრიტიკული ინფორმაცია, რომელიც მიიღეს შესაფერის დრომდე. ახლა არის დრო, რომ ისინი გამოამტვერო და სინათლეზე გამოიტანო. შენი პრაქტიკული რჩევა: დაუთმე დრო სინქრონულობის დღიურს, მომდევნო 9 დღის განმავლობაში. ჩაიწერე ყველა მნიშვნელოვანი დამთხვევა, რაც უნდა უმნიშვნელო ჩანდეს. გამოჩნდება გამოვლენითი მოდელი, რომელიც მოიტარს პასუხს იმ კითხვაზე, რომელიც არც კი იცოდი, რომ მქონდა. ძალის დამტკიცება. ჩემი გონება კრისტალური არხია უმაღლესი სიბრძნისთვის და ვაერთიანებ ჩემს ყველა ფასეტას შემოქმედებითი ჰარმონიაში. კირჩხიბი. ემოციური წყლების მცველო ფარდა იხსნება, რომ გიჩვენოს, როგორ გაიზარდე ბოლო თვეების განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც ტალღები, როგორც ჩანს, გადაკლაპავდა. ციკლი, რომელიც დღეს იწყება, მოაქვს წინაპრების საზრდოობის ენერგიას. შენი წინაპრები განსაკუთრებით ახლოს არიან, სთავაზობენ განკურნებას ოჯახურ მოდელებისთვის, რომლებიც თაობებით გრძელდებოდა. მთვარე ამჟღავნებს, რომ შენი მგრძნობელობა არ არის სისუსტე, როგორც სამყარომ შეიძლება სცადა შენი დარწმუნება, არამედ შენი უზუსტესი კომპასი. დროა პატივისცე ამ ღრმა ინტუიციას რაციონალური გამართლების საჭიროების გარეშე. პასუხები ჯერ შენს გულში მოდის, შემდეგ შენს გონებაში. ამთან მიმდევრობის შეცვლა იწვევს შინაგან დაბნეულობას. შენს ცხოვრებაში იხსნება დაჭრილი მდედრობითის განკურნების პორტალი, მიუხედავად შენი გენდერისა. არსებობს ღრმა ხელახალი კავშირი შემოქმედების კოსმიურ საშვილოსნოსთან, რაც საშუალებას გაძლებს გამოკვებო შენი ოცნებები ისეთივე მიძღვნით, როგორითაც სხვებზე ზრუნავ. ნება მიეცის საკუთარ თავს, მიიღო ის ზრუნვა, რომელსაც ასე უხვად სთავაზობს სამყაროს. შენი პრაქტიკული რჩევა, შექმენი წყალთან დაკავშირების რიტუალი, აბაზანა, ბუნებრივი წყაროს მონახულება ან უბრალოდ ჭიქა-წყალი განზრახვით და შეგნებულად სთხოვე ემოციური მოგონებების გახსნა, რომლებიც აღარ ემსახურება შენს ზრდას. წყალი წაიღებს იმას, რაც მზად არის გასათავისუფლებლად. ძალის დამტკიცება. ჩემს მგრძნობელობას პატივს ვცემ როგორც ღვთაებრივ საჩუქარს და ვაძლევ ჩემს ემოციურ არსებას იდინოს ჰარმონიაში ცხოვრების ციკლებთან. ლომი. მზის სინათლის მატარებელო, კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ბრწყინვალების ახალი ფასეთი ჩნდება, ისეთი, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ტაშზე ან აღიარებაზე. ეს ნოემბრის პორტალი მოაქვს შენთვის ავთენტურობის ღრმა განახლებას. საქმე არ არის იმაში, რომ უფრო მეტად იბრწყინო, არამედ იბრწყინო ნამდვილად. კრეატიული გამოხატვის მცველები გიჩვენებენ, რომ მზის წნულის რეგიონში სუბტილურად დამონტაჟებული ბლოკი იხსნება, რაც ათავისუფლებს შემოქმედებითობის ტალღას, რომელიც გაგაოცებს თვით შენც კი. ეს არის მომენტი შექმნისთვის, არა შთაბეჭდილების მოხდენის სურვილიდან გამომდინარე, არამედ შენი უნიკალური არსის გამოხატვის წმინდა სიხარულიდან. ლომი. მზის სინათლის მატარებელო, კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ბრწყინვალების ახალი ფასეთი ჩნდება, ისეთი, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ტაშზე ან აღიარებაზე. ეს ნოემბრის პორტალი მოაქვს შენთვის ავთენტურობის ღრმა განახლებას. საქმე არ არის იმაში, რომ უფრო მეტად იბრწყინო, არამედ იბრწყინო ნამდვილად. კრეატიული გამოხატვის მცველები გიჩვენებენ, რომ მზის წნულის რეგიონში სუბტილურად დამონტაჟებული ბლოკი იხსნება, რაც ათავისუფლებს შემოქმედებითობის ტალღას, რომელიც გაგაოცებს თვით შენც კი. ეს არის მომენტი შექმნისთვის, არა შთაბეჭდილების მოხდენის სურვილიდან გამომდინარე, არამედ შენი უნიკალური არსის გამოხატვის წმინდა სიხარულიდან. განსაკუთრებული კავშირი ბავშვებთან,
ან შენს საკუთარ შინაგან ბავშვთან მოიტანს მნიშვნელოვან გამოცხადებებს შენი მიზნის შესახებ. არის სიბზნე სპონტანურობაში, რომელიც დროებით დაგავიწყდა. კრეატიული პროექტი, რომელიც როგორც ჩანს, ჩაძინებული იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს, თუ მას მიუდგებით ცნობის მოყვარე ბავშვის გახსნილი გულით. შენი პრაქტიკული რჩევა. დღეში 20 წუთი დაუთმე, შემოქმედებით აქტივობას განსჯის ან შედეგის მოლოდინის გარეშე. დახატე, დაწერე, იმღერე ან იცეკვე ისე, თითქოს არავინ გაგვირდება. ეს პრაქტიკა გახსნის გამოხატვის არხებს, რომლებიც ბლოკირებული იყო მოლოდინებით. ძალის დამტკიცება. ჩემი შინაგანი სინათლე ბუნებრივად ბრწყინავს, როდესაც საკუთარ თავს ნებას ვაძლევ, ვიყო ავთენტურად ის, ვინც ვარ, ნიღბებისა ან წარმოდგენების გარეშე. ქალწული. დეტალების ალქიმიკოსო, ფარდა იხსნება, რომ გიჩვენოს, რომ შენი ანალიტიკური შესაძლებლობები ახალ დონეზე ადის. არა მხოლოდ იმის იდენტიფიცირება, რაც საჭიროებს დახვეწას, არამედ აშკარა ქაოსში თანდაყოლილი სრულყოფილების აღქმა. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი მკვეთრი გონება მოწვეულია იმუშაოს შენს ინტუიციასთან პარტნიორობით და არა მის საწინააღმდეგოდ. არის მოწოდება, რომ წმინდა ინტეგრირდეს ყოველდღიურობაში. პატარა ყოველდღიური რიტუალები არიან შენი ყველაზე ძლიერი კავშირის პორტალები. ამ ნოემბრის დასაწყისის ენერგია მოაქვს კონკრეტულ განკურნებას ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, სფეროებისთვის, სადაც ხშირად აგროვებ დაძაბულობას. შენი ფიზიკური სხეული ითხოვს შეგნებულ და თანაგრძნობით ყურადღებას. განკურნების მცველები გიჩვენებენ, რომ შენი ნიჭი მსახურებისთვის პირველ რიგში შენსკენ უნდა იყოს მიმართული. თვითკვება არ არის ეგოიზმი, არამედ აუცილებელი მომზადება შენი მისიისთვის, რომ აამაღლო გარემოსა და შენს გარშემო ადამიანების სიხშირე. რუტინის რეორგანიზაცია მოიტანს წონასწორობას, რომელსაც საიდუმლოდ ესწრაფვი. შენი პრაქტიკული რჩევა. შექმენი პატარა საკურთხეველი შენს სამუშაო მაგიდაზე ან სასწავლო სივრცეში, ელემენტებით, რომლებიც სიმბოლიზებენ 4 სტიქიას. სანამ მოთხოვნად დავალებებს დაიწყებდე, მოკლედ დაუკავშირდი ამ წმინდა მიკროკოსმოსს. გახსოვდეს, რომ შენი მუშაობის ყოველი დეტალი არის შეწირვა ღვთაებრივისადმი. ძალის დამტკიცება. მე ვპოვულობ ღვთაებრივს ცხოვრების დეტალებში და ვაძლევ ჩემს სიზუსტეს იყოს ხელმძღვანელობით უნივერსალური სიბრძნით. სასწორი. ურთიერთობების ჰარმონიზატორო, ამ ნოემბრის დასაწყისის პორტალი ანათებს შინაგანი შეთანხმებების ტერიტორიას, რომლებიც საკუთარ თავთან დადე. სანამ გარე ურთიერთობებში წონასწორობას ეძებდე, კოსმოსი გთხოვს დააკვირდე, სად მიატოვე საკუთარი ღირებულებები სხვის მოლოდინებთან შესაგუებლად. იბადება ჰარმონიის ახალი განსაზღვრება, ისეთი, რომელიც მოიცავს დისკომფორტის უფლებას აუცილებელს შენი ზრდისთვის. გულის მცველები ამჟღავნებენ, რომ მნიშვნელოვანი ურთიერთობა შენს ცხოვრებაში გადის სუბტილურ ტრანსმუტაციას. ეს აუცილებლად არ არის დასასრული, არამედ სიხშირის ამაღლება, რაც მოითხოვს ცნობიერებას და ნათელ კომუნიკაციას. სოციალური ნიღბები იხსნება, რაც საშუალებას იძლევა უფრო ავთენტური, თუმცა უფრო მოწყვლადი კავშირებისთვის. ეს ციკლში შენს გარშემო არსებობს განსაკუთრებით ძლიერი მხატვრული ენერგია. მაშინაც კი, თუ შენ არ მიიჩნევ საკუთარ თავს ხელოვანად ტრადიციული გაგებით, შენი ცხოვრება არის შენი შედევრი მშენებლობის პროცესში. ესთეტიკური არჩევანი, რომელსაც აკეთებ, ფერებში, ბგერებსა და ტექსტურებში, რომლებიც გარს გაკრავს, აქვს ღრმა გავლენა შენს ენერგეტიკულ ველზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებ. შენი პრაქტიკული რჩევა. დაუთმე დრო სამი სიტუაციის იდენტიფიცირებას, სადაც ჩვეულებრივ ამბობ კი, როდესაც შენი შინაგანი არსება სურვილობს არას თქმას. ივარჯიშე ჯანსაღი საზღვრების დაწესებაში, დაიწყე ნაკლებად გამომწვევი სიტუაციებით და თანდათან იპროგრესირე. ძალის დამტკიცება. მე ვაბალანსებ მიცემისა და მიღების ხელოვნებას, პატივს ვცემ ჩემს შინაგან სიმართლეს, როგორც კომპასს ავთენტური ურთიერთობებისკენ. მორიელი. სიღრმეების მოგზაურო. ეს არის შენი ძალის მომენტი. მზის შენი ნიშნის გავლით და ნოემბრის პორტალის შენი ბუნებრივი ინტუიციის გაძლიერებით, შენ განსაკუთრებით დაკავშირებული ხარ საიდუმლოებებთან და დაფარულ სიმართლეებთან.
სამყაროებს შორის ფარდა განსაკუთრებით თხელია შენთვის, რაც საშუალებას გაძლევს მიიღო ტრანსფორმაციული შთაგონებები შენი ევოლუციური მიზნის შესახებ. ტრანსმუტაციის მცველები გიჩვენებენ, რომ სიკვდილისა და ხელახალი დაბადების ციკლი სრულდება შენს ცხოვრებაში. რაღაც, რისი გათავისუფლებაც ბოლო თვეების განმავლობაში გაყოყმანდა, საბოლოოდ მზად არის კომპოსტირებისთვის, ქმნის ნოყიერ ნიადაგს ახალი შესაძლებლობებისთვის. ეს არ არის დანაკარგი, არამედ აუცილებელი ტრანსფორმაცია, რომელიც ათავისუფლებს სტაგნირებულ ენერგიას. შენი უნარი აღიქვა ფარული მოტივაციები, შენი და სხვების განსაკუთრებით გამზაფრებულია. გამოიყენე ეს საჩუქარი სიბრძნითა და თანაგრძნობით, გახსოვდეს, რომ ყველა განსხვავებულ გამოღვიძების ეტაპზეა. საიდუმლო, რომელიც დიდხანს ინახება, გამოვლინდება, არა გარე მხილებით, არამედ შენი საკუთარი შინაგანი მზაობით, რომ შეხვდე მას და ინტეგრირდე. შენი პრაქტიკული რჩევა, შექმენი გათავისუფლების რიტუალი რაღაცისთვის, რაც იცი, რომ უნდა გაათავისუფლო. დაწერე ფურცელზე, დაწვი უსაფრთხოდ და წარმოიდგინე ფერფლი, რომელიც გარდაიქმნება სინათლედ, რომელიც კვებავს შენს შემდეგ ციკლს. სიმბოლური სიკვდილი წინ უძღვის ხელახალ დაბადებას. ძალის დამტკიცება. ვიღებ ტრანსფორმაციის ბუნებრივ ციკლებს. მჯერა, რომ ყოველი დასასრული არის აუცილებელი პრელუდია ახალი და უფრო აუთენტური დასაწყისისთვის. მშვილდოსანი. გაფართოვებული ჰორიზონტების მკვლევარო. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ძიება მნიშვნელობისთვის ახალ ფაზაში შედის. საქმე აღარ არის გამოცდილების ან ცოდნის დაგროვებაში, არამედ უკვე შეძენილი სიბრძნის ინტეგრირებაში შენს მოგზაურობაში. ამ ნოემბრის დასაწყისის პორტალი განსაკუთრებით ააქტიურებს შენს კავშირს მასწავლებლებთან და გიდებთან, რომლებიც მხარს უჭერენ შენს შეგნებულ გაფართოებას. სიმართლის მცველები გიჩვენებენ, რომ შემზღუდველი რწმენა იმდენად ნაცნობი, რომ უხილავი გახდა, მზად არის აღიარებისა და ტრანსმუტაციისთვის. ეს რწმენა დაკავშირებულია შენს უნართან, გამოავლინოს სიუხვე, ამავე დროს დარჩე ერთგული შენი ამაღლებული იდეალების. დიქოტომია სულიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობას შორის იშლება შენს ცნობიერებაში. შენს ჰორიზონტზე იკვეთება სწავლების ან ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა. შენი ბუნებრივი უნარი შთააგონო სხვებს გაძლიერდება თუ ისაუბრებ გამოცდილების საფუძველზე და არა მხოლოდ თეორიიდან. ავთენტურობა იქნება შენი უდიდესი მასწავლებელი და შენი ყველაზე ძლიერი სწავლება. შენი პრაქტიკული რჩევა. დაუთმე დრო სიბრძნის ინვენტარიზაციას, გამოავლინე 3 დიდი გამოწვევა, რომლებიც გადალახე და არსებითი გაკვეთილი, რომელიც თითოეულმა მოიტანა. ჩამოაყალიბე ეს გაკვეთილები მარტივ დამტკიცებებში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მანტრები ეჭვის მომენტებში. ძალის დამტკიცება. მე ვაინტეგრირებ ცოდნას ნაცხოვრებ სიბრძნეში და ვაფართოებ ჩემს ჰორიზონტებს, ამავე დროს მყარად ვინარჩუნებ ფეხებს სიმართლეში. თხის რქა. სტრუქტურების ოსტატო, ფარდა იხსნება, რომ გაამჟღვავნოს, რომ შენი ამაღლების მოგზაურობა ახალ მიმართულებას იღებს, არა მხოლოდ ზევით, არამედ შიგნით. კოსმოსი გიჩვენებს, რომ საფუძველები, რომლებიც ასეთი ძალისხმებით ააშენე, იცდება არა იმისთვის, რომ დაიშალოს, არამედ იმის გამოსავლენად, რომელი სტრუქტურებია ნამდვილად მდგრადი, გრძელვადიან პერსპექტივაში. მატერიალიზაციის მცველები ამჟღავნებენ, რომ შენი დამოკიდებულება დროსთან გადის ღრმა ტრანსფორმაციას. გადაუდებლობა, რომელიც ხშირად გაქეზებს, იცვლება ზრდის ბუნებრივი ციკლების უფრო ორგანული გაგებით. ყველაფერი, რაც ნელია, არ არის დაგვიანებული. ზოგიერთ თესლს სჭირდება დრო, რომ სათანადოდ გაღვივდეს. ხდება მნიშვნელოვანი შერიგება შენსა და შენს წინაპრებს შორის, განსაკუთრებით ავტორიტეტის ფიგურებთან, რომლებმაც გავლენა მოახდინეს შენს ხედვაზე, წარმატებასა და მიღწევების შესახებ. მიღებული მემკვიდრეობის პატივისცემითა და ამავდროულად იმ განსაზღვრებების გადაწერით, რომლებიც არ რეზონირებს შენს შინაგან სიმართლესთან, ათავისუფლებს ძილის პოტენციალს გამოვლენისა, რომელიც შენს არსთან შესაბამისობაშია. შენი პრაქტიკული რჩევა. შექმენი ყოფნის განრიგი, შენი კეთების განრიგის გვერდით. თითოეული გარე მიზნისთვის განსაზღვრე შინაგანი თვისება, რომელიც პარალელურად უნდა განვითარდეს.
ეს პრაქტიკა დააბალანსებს შენს ბუნებრივ ტენდენციას, ფოკუსირება მოახდინო მხოლოდ ხელშესახებ შედეგებზე. ძალის დამტკიცება. მე ვაშენებ მოქნილ და გამძლე სტრუქტურებს, პატივს ვცემ როგორც სულის დროს, ისე მატერიალური სამყაროს მოთხოვნებს. მერწყული. მომავლის მხილველო, ამ ნოემბრის დასაწყისის პორტალი აძლიერებს შენს კავშირს ინოვაციურ სიხშირეებთან და რევოლუციურ იდეებთან. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი გონება იღებს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ გადმოტვირთვებს ძილისა და მედიტაციური მდგომარეობების დროს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე შთაგონების მომენტებს, რომლებიც თითქოს შემთხვევითია, რადგან ისინი შეიცავენ გადაწყვეტილებების თესლებს, რომლებიც კოლექტივს სწირდება. ინოვაციის მცველები გიჩვენებენ, რომ აშკარა კონფლიქტი შენს ინდივიდუალურ თავისუფლებას და კოლექტიური მიზეზებისადმი შენს ვალდებულებასთან ჰარმონიზდება უფრო მაღალ დონეზე. არ არის საჭირო არჩევანის გაკეთება. შენი რადიკალური ავთენტურობა სწორედ შენი უდიდესი წვლილია კოლექტიური ცნობიერების ევოლუციაში. ტექნოლოგია ან პიონერული მეთოდი კვეთს შენს ენერგეტიკულ ველს. რაღაც, რაც აერთიანებს წინაპრების სიბრძნის საუკეთესოს მომავლის შესაძლებლობებთან. შენი უნიკალური უნარი გასცდე პოლარიზაციებს, საშუალებას მოგცემს დაინახო კავშირები იქ, სადაც სხვები ხედავენ მხოლოდ წინააღმდეგობებს. მნიშვნელოვანი მეგობრობა ან შემოქმედებითი თანამშრომლობა მოგიტანს საჭირო მხარდაჭერას ამ ხედვის მატერიალიზაციისთვის. შენი პრაქტიკული რჩევა. დაუთმე დრო ხედვების დღიურს. ჩაიწერე ინოვაციური იდეები მათი პრაქტიკულობის დაუყოვნებლივ განსჯის გარეშე. მისცი ნება, რომ ორგანულად განვითარდნენ, სანამ გადაწყვეტ, რომელი იმსახურებს გამოვლენას. დღევანდელი შეუძლებელი ხვალ შეიძლება რევოლუციური იყოს. ძალის დამტკიცება. ჩემი უნიკალური სიხშირე ემსახურება კოლექტიურ რევოლუციას, ამავე დროს პატივს ვცემ ჩემს ინდივიდუალურ გზას თავისუფლებისა და აღმოჩენისკენ. თევზები. მისტიკური ოკეანეების მოგზაურო, სამყაროებს შორის ფარდა განსაკუთრებით განვლადია შენთვის ამ ნოემბრის პორტალში. კოსმოსი ამჟღავნებს, რომ შენი ფსიქიკური მგრძნობელობა გაძლიერებულია, მოაქვს გზავნილები ცოცხალი სიზმრების, სინქრონულობებისა და სუბტილური სხეულებრივი შეგრძნებების მეშვეობით. შენი ბუნებრივი უნარი, გახსნა საზღვრები არის შენი სუპერძალა, თუ კი დაფუძნებულია განსჯაზე. კოსმიური წყლების მცველები გიჩვენებენ, რომ ილუზიების გახსნის ციკლი სრულდება შენს ცხოვრებაში. ფანტაზია ან იდეალიზაცია, რომელიც აღარ ემსახურება შენს სულიერ ზრდას, მსუბუქად იშლება, უქმნის სივრცეს უფრო ავთენტურ კავშირს ღვთაებრივთან და მნიშვნელოვან ადამიანურ ურთიერთობებთან. არის მოწოდება დააბალანსო შენი თანაგრძნობის ბუნება ჯანსაღი ენერგეტიკური საზღვრებით. შენი ბუნებრივი ემპათია არის ძვირფასი საჩუქარი, რომელიც შეიძლება დაიხვეწოს განსჯით იმის შესახებ, სად, როდის და როგორ შესთავაზო შენი მხარდაჭერა. ყველა ბრძოლა არ არის შენი საბრძოლებელი, ყველა ტკივილი არ არის შენი განსაკურნავი. შენი პრაქტიკული რჩევა. შექმენი ყოველდღიური ენერგეტიკული დაწმენდის რიტუალი. წარმოიდგინე შენი აურული ველი, რომელიც იწმინდება იისფერი სინათლით ან კრისტალური წყლით. როგორც ღრუბელი, რომელიც ადვილად შეიწოვს გარემო ენერგიებს, შენ გჭირდება რეგულარული გაწურვის მომენტები, რომ შეინარჩუნოს შენი სიცხადე და სასიცოცხლო ძალა. ძალის დამტკიცება. მე ვმოგზაურობ სამყაროებს შორის თანაგრძნობითა და სიცხადით, დაფუძნებული ვარ ჩემს ღვთაებრივ კავშირზე, ამავე დროს პატივს ვცემ ჩემს ადამიანურ მოგზაურობას. ახლა, როდესაც ამ არხულ მითითებებს მივიღეთ, გიწვევთ ინტროსპექციის მომენტისკენ. კვლავ დახუჩეთ თვალები თუ შესაძლებელია და კითხეთ თქვენს გულს. როგორ შემიძლია მივიღო რჩევა დღეს პრაქტიკული და ტრანსფორმაციული გზით. ნება მიეცით პასუხს ბუნებრივად წარმოიშვას, ძალდატანების გარეშე. ზოგჯერ ის მოდის როგორც შეგრძნება, სურათი ან უბრალო სიცხადე, ენდეთ იმას რაც ჩნდება. თუ ეს არხულობა რეზონირებდა თქვენს გულთან, დაწერეთ კომენტარებში მე ვარ სიუახვე, რათა ეს სიხშირე დაამაგროთ თქვენს რეალობაში. ყოველ ჯერზე, როდესაც აცხადებთ თქვენს სიუხვეს, ათანხმებთ თქვენს ენერგეტიკულ ველს ამ უნივერსალურ სიმართლესთან. თუ ეს არხი არის სინათლის პორტალი თქვენს მოგზაურობაში, გაააქტიურეთ შეტყობინებების ზარი, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი შემდეგი კავშირები. გაუზიარეთ ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც დღეს ეს გზავნილი ჭირდება. შეიძლება იყოთ სამყაროს ინსტრუმენტი სხვა ადამიანის ცხოვრებაში.
ძვირთასო სულებო, ღრმად მადლობელი ვარ კავშირის ამ წმინდა მომენტისთვის. იცოდეთ, რომ ეს გზავნილები არ ხულია უმაღლესი განზრახვით, რომ ემსახუროს თქვენს გაღვიძებასა და ევოლუციას. დღეს მიღებული სიბრძნე დაეაყვავდეს თქვენს გულში და გამოვლინდეს კონკრეტულ ქმედებებში თქვენს რეალობაში. დაეაღიაროთ ღვთაებრიობა, რომელიც თქვენში ცხოვრობს და პატივისცეთ უნიკალურ მოგზაურობას, რომელიც თქვენმა სულმა გადაწყვიტა განიცადოს. გტოვებთ ამ საბოლოო კურთხევით. უსასრულო შესაძლებლობების სამყაროში თქვენ აირჩიეთ, რომ აქ ყოფილიყავით ახლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. არ არსებობს შეცდომები ამ კოსმიურ განტოლებაში. თქვენი არსებობა აუცილებელია, თქვენი სინათლე საჭიროა და თქვენი გზა არის სრულყოფილად არასრულყოფილი. თქვენ ხართ ღრმად საყვარელი, უსაზღროდ მიმართული და მარადიულად დაკავშირებული მთელი შექმნის წყაროსთან. ჩვენს შემდეგ შეხვედრამდე ვარსკვლავებში. ღრმა მშვიდობა.